გურული მხედრები ამერიკულ შოუებში ისტორია, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს ბათუმის პორტიდან დაიწყო და თეთრ სახლამდე გაგრძელდა. თავდაპირველად მათ რუს კაზაკებად მოიხსენიებდნენ, თუმცა ქართველმა მოჯირითეებმა შეძლეს მსოფლიოსთვის საკუთარი თავი და კულტურა ჩოხითა და უნიკალური ტრიუკებით გაეცნოთ. ამბავი, რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ჩურჩულით ოჯახურ წრეში ყვებოდნენ, გურიაში ისევ ცოცხლობს. როგორ დაუბრუნდა საქართველოს ოკეანის გაღმა მოპოვებული აღიარება? ტრადიცია გრძელდება. თეა აფსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი გურიიდან. ცხენის ფლოქვების ხმა გურიაში საუკუნეებია ისმის. ეს რიტმი აქაურთათვის არც სპორტია და არც უბრალო გატაცება. ეს გენეტიკური კოდია და თავისუფლება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. თორნიკეც ერთ-ერთია იმ მხედართაგან, ვინც დღეს ამ უნიკალურ ტრადიციას აცოცხლებს და მის ანგარიშზე უამრავი წარმატებაა. მივახცე რაღაც დონეზე საქართველოში ეს სპორტი განვითარებული, დონეზე მივედი და შევეცადე და არა ერთი ტურნირების გამარჯვებული. სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული საქართველოს პირველობა, გრან-პრი სამტრედის, ბახმაროს თასი. ჩვენს მესამე სეზონია, რაც მესამე სეზონი იყო ჩავატარეთ ჩვენთან ოზურგეთში, გურიის თასი. და ვცდილობთ რომ რაც შესაძლებლობები გვაქვს ყველანაირ შრომას ვდებთ და ვცდილობთ რომ ამ წარმატებას მივაღწიოთ. ზუსტად ასე 130 წლის წინ გურული მხედრები ამერიკელ მაყურებელს სუნთქვას უკრავდნენ. ამ ფოტომდე გრძელი გზა იყო. ყველაფერი კი მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. ბათუმის პორტში ამერიკელი თომას ოლივერი გამოჩნდა. მისი მისია უჩვეულო იყო. ოკეანის გაღმა დაგეგმილი გრანდიოზული შოუებისთვის საუკეთესო მხედრები უნდა ეპოვა. ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით მან გურიის სოფლებში ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 გამბედავი ვაჟკაცი შეკრიბა. 1892 წელს ივანე მახარაძის მეთაურობით პირველი გუნდი ამერიკაში ჩავიდა. ეს იყო დასაწყისი 30 წლიანი თავგადასავლისა, რომლის ფარგლებშიც 150-მდე გურულმა მხედარმა დიდი აღიარება მოიპოვა. ამერიკულ არენებზე აღფრთოვანებას იწვევდნენ კაცების გვერდით გამოსული გურული ქალებიც. ისინი თავიანთი არტისტიზმითა და ცხენზე ჯირითის დაუჯერებელი ტექნიკით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამაკაცებს. ეს ისტორიული ეპოპეა, რომელმაც დასავლეთს ქართული სული გააცნო, 1917 წლამდე გაგრძელდა. ყოველ წელს მიდიოდნენ აპრილში და ოქტომბრამდე სეზონი ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ყიდნენ ყველაფერს, უნდა გითხრათ, რაც გააებადათ, ყიდულობდნენ საჭირო ამუნიციას, ცხენებს იქ ახვედრებდნენ, ცხენები არ მიყავდათ. 18-25 წლის ახალგაზრდები, ასეთი ასაკი იყო, ყველა სურდა რა თქმა უნდა და ძირითადი იყო იქ მიზანი, თავის გამოჩენა და სარფი რა თქმა უნდა. ლანჩხუთის მუზეუმის მენეჯერი ნონა იმნაძე ერთ-ერთი გურული მხედრის, ილარიო ნებრალიძის შთამომავალია. მისთვის ამერიკული თავგადასავალი ოჯახური ისტორიაა, რომელიც დიდ და საერთო ამბავში საკუთარ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეხლა გაჩვენებთ ჩემი დიდი ბაბუა ჩამოტანილ ნივთებს, რომელიც ამერიკიდან ჩამოიტანა. ვერცხლის კოზები ბებიაჩემს მზითებში გამოყვა და ეხლა მუზეუმში ინახება ეს კოზები და აი ეს ლამფის ძირი, ესეც ამერიკიდან არის. ბაფალო ბილის შოუებში გურული მხედრები ათასობით მაყურებელს უნიკალური ილეთებით და ეროვნული სამოსით აოცებდნენ. მათი ოსტატობა იმდენად დიდი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები უილიამ მაკკინლი, გროვერ კლივლენდი და თეოდორ რუზველტი ქართველ მოჯირითეებს თეთრ სახლში მასპინძლობდნენ და ძვირფასი საჩუქრებით აჯილდოებდნენ. ეს ტრიუმფალური ეპოქა პირველმა მსოფლიო ომმა დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული მხედრები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. მათ ამერიკის ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. რეპრესიების შიშმა იქამდე მიაღწია, რომ მხედრებმა ამერიკიდან ჩამოტანილი ნივთები მიწაში საგულდაგულოდ გადამალეს. ეს ამბავი ისეთ ტაბუდ იქცა, რომ ბევრი მათგანი საკუთარ შთამომავლებსაც კი არ უმხილდა ამ დიდებულ თავგადასავალს. ბებიაჩემს ჰქონდა შენახული ჟურნალი იქიდან ჩამოტანილი, სადაც ბაბუაჩემი იყო გამოსახული ამ ჟურნალზე. ის იყო ინგლისური ენაზე რა თქმა უნდა გამოცემული, ძალიან ხარისხოვანი ფურცელიც იყო, მაგრამ რომ მანახა, მითხრა ჩუმად აი ბებია, აი არ კარგი იყოს თორა თქვენს
დაგიჭირავენ და მეც დამიჭირავენ და ამის შიშის გამო ის ყველა დოკუმენტი და ყველა ნივთი რაც იყო მოხდა მისი განადგურება რომ შთამომავლობა არ გახვეულიყო რაიმე შარში. ბებიაჩები და მსმენია რომ ესე იგი დღეში თუ მიაკეთებდნენ ყველაზე მინიმუმ 3 მანეთს და მეც ამ ფულს ჩვენ ფულზე როცა აქ ხილდა ერთი წუხა 3 მანეთი. ცირკმა და დაიქირავა და აკეთებდნენ ამ შესაბამის ილეთებს რომელიც მათ ჰქონდა თვითნასწავლი. ისტორიულ აფიშებზე გურულ მხედრებს რუს-კაზაკებად მოიხსენიებდნენ, თუმცა ისინი ყველგან ხაზს უსვამდნენ თავიანთ წარმომავლობას და პრეზიდენტ რუზველტთან მიღებაზეც კი ჩოხებით გამოცხადდნენ. ამ ისტორიის კვლევასა და კაზაკების მითის დამსხვრევას დიდი შრომა მიუძღვრა ამერიკაში დარჩენილი მოჯირითის, ალექსი გოგოხიას შთამომავალმა, რიჩარდ ჯორჯიანმა. იგი 2000 წელს წინაპრების კვალზე გურიასა და სამეგრელოს ეწვია. მოგვიანებით კი 2 წიგნი გამოსცა, რათა მსოფლიოსთვის ქართველი მოჯირითეების ნამდვილი ისტორია გაეცნო. თვითონ მისივე სიტყვებით რომ გითხრათ, მე მსურდა გამეცნო და შემეგროვებინა ძალიან ბევრი მასალები, რათა დამერღვია ამერიკული მითი გურულების, ქართველების შესახებ კაზაკების ცნობადობის გამო, რომ ისინი კაზაკები კი არა, ქართველები იყვნენ, კერძოდ გურულები. აი ამ მიზანს ემსახურებოდა და 12 წლის განმავლობაში იკვლევდა და მან გამოსცა 2 წიგნი, ერთი ქართველი მკითხველისათვის და მეორე ამერიკელი მკითხველისათვის, რომელიც ჩვენთან ჩამოიტანა 2016 წელს. ამერიკული ველური დასავლეთის შოუების ქართველი ვარსკვლავების შესახებ ბევრი თქმულა. თუმცა ირაკლი მახარაძე ის ერთადერთი ავტორია, ვინც ეს საკითხი ფუნდამენტურ კვლევად აქცია. მანამდე არსებული ზედაპირული ცნობები გააღრმავა და გურული მხედრების თავგადასავალი დოკუმენტური სიზუსტით, უნიკალური საარქივო მასალებითა და საერთაშორისო აღიარებით გაამაგრა. ბავშვობაში ჩავდიოდი, იქ ამოვდნენ, მოხუცები ყვებოდნენ ხოლმე, რომ გურულებმა მთელი ამერიკა გადარიესო, მაგრამ თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ უკანო. ხო და მე ფილმის გადაღება გადავწყვიტე 97 წელს და პირველ მკვლევართან ამირან სამჩურჩთან მივედი. იმან მომცა ძალიან ბევრი მასალა, მაგრამ ძალიან ბევრი უზუსტობა იყო. ეხლა საიდან უნდა ყოფილიყო 50-იან წლებში, 60-იან წლებში ვინ გაუშვებდა ამერიკაში. და მე რო წავედი, მე გრანტი მივიღე ამერიკელებისგან და მუზეუმებში ვმუშაობდი. მაშინ იქ ძალიან ბევრი მასალა ვნახე და ესე 30 წელია უკვე ამაზე მუშაობ. და ესე აგურ და ჯერ კიდევ მაინც ბოლომდე არ მაქვს შესწავლილი. წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს, რის საფუძველზეც გამოსცა წიგნები, გადაიღო დოკუმენტური ფილმები. იყო ინიციატორი და აქტიურად შეუწყო ხელი გურული მოჯირითეების პატივსაცემად საქართველოს ფოსტის მიერ საფოსტო მარკის გამოშვებას. სწორედ მისი დამსახურებით, ამერიკულ მუზეუმებსა და ისტორიულ წყაროებში გურული მოჯირითეები, რომლებიც მანამდე რუს-კაზაკებად იყვნენ მოხსენიებულნი, ოფიციალურად აღიარეს ქართველებად. ცნობილი ველური დასავლეთის მკვლევარი დი ბრაუნი ამბობდა, როდეოში ჯირითი და ტრუკები შემოიტანეს თავზე ხელაღებულმა კაზაკებმა, ანუ გურულებმა. და ამერიკელმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და თავისებური ვარიანტი წარადგინეს როდეოშიო. ასე რომ გურულებმა საცხენოსნო ტექნიკაზე, ქაუბოების საცხენოსნო ტექნიკაზე უზარმაზარი გავლენა იქონიეს და ამას ხელიდან როგორ გაუშვებდი. ლეგენდა გურულებზე, რომლებმაც ოკეანე გადალახეს, დღეს აქ ქორნიკესა და მისი მეგობრების წყალობით აგრძელებს სიცოცხლეს. წრე შეიკრა. ცხენის ფლოქვების ხმა გურიაში ისევ ისმის.